აღზრდას და სწავლებას შორის ძალიან დიდ სხვაობას ვხედავ მე. სწავლებისთვის არის მასწავლებელი ცოდნა აქვს და გადასცემს ცოდნას თავის მოსწავლეებს, რომლებსაც უყვება ასია, ისია, ესია, ისია. ბავშვებიც უსმენენ მოსწავლეები და ამ ცოდნას ითვისებენ, თუ რა თქმა უნდა мотивация აქვთ. აღზრდის შემთხვევაში არაფერი არ ისწავლება. აღზრდის შემთხვევაში უფროსი თავის პიროვნებას გამოავლენს უბრალოდ. ცხოვრობს როგორც ცხოვრობს, აკეთებს რასაც აკეთებს და ის როგორც ცხოვრობს ხდება ნიმუში ბავშვისათვის. სურათხატი ხდება, მაგალითი ხდება და თუ ეს მაგალითი კიდევ ემოციურად დაინახა, რაღაცაზე გაბრაზდა, რაღაცა გაეხარდა, მაშინ ეს მშობლის ნიმუში მაგალითი კი არ არის უბრალოდ, არამედ ხდება ის მიზეზი, რითიც იგივე პიროვნული თვისება ბავშვი იწყებს განვითარებას. პრაქტიკულად გამოდის, რომ ჩვენი ცხოვრებით ჩვენ ბავშვებს კი არ ვასწავლით როგორები იყვნენ, არამედ ისიც ცოტა ვთქვათ, რომ ვაჩვენებთ, არამედ უბრალოდ მათში ვაღივებთ იგივე პიროვნულ ნიშან-თვისებებს, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ისევე როგორც გამრავლების ტაბულა არ აღიზრდება, ასევე ზნეობა არ ისწავლება. გამრავლების ტაბულას სჭირდება სწავლა, ზნეობას სჭირდება ჩვენება.